არის 17 წუთი. ხო, 20 წუთია. 5 საათსა და 50 წუთსა კამთენისას. ამაღა მივდივარ კი. არ გინანება ის ყველაფერი დასასწავლებ? ჩემი ქვეყანა მენანება. არ შემიძლია ამ ქვეყნის გარეშე. მე მგონია რომ ჯობია რომ იყო თავისუფლებაზე და ჩემი საქმე მაკეთო ამერიკის შეერთებულ შტატებში ასე გამოვადგე ჩემ ქვეყანას ვიდრე აქ პუტინის ციხეში ვიჯდე. ჩემს გამო პრობლემები არც ილია შეექმნეს, არც ჩემ ოჯახს და არც იმას ჯობია რომ არ ვიყო აქ. თეა გოდოლაძე ქვეყანას ტოვებს. მიზეზი რუსული რეჟიმი და ციხის მოლოდინია. ის დარწმუნებულია, რომ სარჩელი, რომელიც 2021 წელს შეუთითქმეს, ამჯერად რეპრესიების მიზეზი მის წინააღმდეგ გახდება. ამ ხელისუფლების პირობებში და იმ პირობებში, როდესაც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბოროტ ადამიანს მეძახის, რომელიც მატყუარას, რომელიც მიწისძვრებს ვიწევ, ამ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე ვიღაც გეოლოგს მეძახის, რომელიც პანიკას ვტეხდა არასანდოვარ. ამ ქვეყნის ერთ-ერთი პოლიტიკური ფიგურა მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მე ვარ ამერიკის ახალ აგენტს ვერ დამარქვევენ, იმიტომ რომ უფრო მაღალი რანგი მაქვს ვიდრე აგენტის. თანაწერებია შეგიძლიათ ნახოთ და მე ვარ გლობალური ომის პარტიის წევრი. ამ ფონზე და ამ პოლიტიკური სიტუაციის ფონზე, როდესაც მე განვიხილები როგორც ამერიკის შეერთებული შტატების აგენტი, როგორ ფიქრობთ ახლა მე 3-დან 6 წლამდე არ მომისჩიან და ციხეში არ ჩამსვამენ, რა დაუშვით. საქმე რის გამოც სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი ასე ფიქრობს 3 წლის წინანდელ ძალადობას ეხება, როცა გოდოლაძემ 112 ოჯახში ძალადობის შესახებ მიმართა. მასზე პარტნიორი მამაკაცი ძალადობდა. ნახე როგორ არის? მე ხომ დავრეკე 112-ში 2022 წელს. დააკავეს. შევიდა მასთან ადვოკატი და გამოვიდა ჩვენებით, რომ თურმე მე 1 წლის წინ მის შულზე ვიძალადე და მე ვარ მოძალადე, თავად კი არ არის. ანუ აბსოლუტურად საწინააღმდეგო ჩვენება გაჯერებული ტყუილებით. სამაგიეროდ მე წამიყენეს ბრალი მტკიცებულებების არარსებობის ფონზე. მამაკაცი დააკავეს, თუმცა ადგილზე სამხრე კამერების ჩანაწერები და დასაბუთებული სურათები გაქრა. 2 დღეში დააკავებულ მამაკაცს სახლში უშვებენ, საბოლოოდ კი ამართლებენ კიდეც. არის ვიდეო ჩანაწერები, სამხრე კამერების ჩანაწერები იქ რაც ხდებოდა, ის საქმეში არ ფუნქციონირებს. რატომღაც წესს ვერ გაიარა. ანუ რეალურად მე მეწებდნენ იმეც პროკურატურა მეუბნებოდა, რომ იცით რა დაბალი სტანდარტის საქმეა და ინტკიცებულებებითაც რაც დამამაგრეთ, მას აუცილებლად დანაშაულიც ცნობენ. მაგრამ მე ეჭვის ქვეშ დავაყენე ეს, იმიტომ რომ რატომღაც წერია და გამოყვეს საქმე, რომ თურმე მე ვიძალადე მის 17 წლის ბიჭზე და გავარტყი სახეში ხელი. მახსოვს ერთ-ერთი მიხედეთ ქალბატონო თავსო. ერთ-ერთი თანამშრომლის სიტყვებია ძალიან კარგად მახსოვს. რა საშენებთ აქ, რა სამუშაოებს აწარმოებთ? თეა აქტიურად უპირისპირდებოდა ჰესების მშენებლობას სეისმურად აქტიურ ზონებში. ეს იყო რაჭა, ყაზბეგი, ნამახვანი. ხარბი სამთავრობო კლანი მასში პრობლემას ხედავდა. გაყალბებული საბუთები და გეზეშეები, რომელიც რამდენიმე დღეში გაიცემოდა, ისე რომ არ ხდებოდა ადგილების შესწავლა. აქცენტი ფულზე კეთდებოდა და არა სამშობლოზე. კვლევა, რომელიც თქვენმა კომპანიამ ჩაატარა, მიუღებელია. მისაღები სამეცნიერო კვლევები კი ამბობს, რომ თქვენ აქ არაფერი უნდა ააშენოთ. განსაკუთრებით 105 მეტრიანი კაშხალი, რომელიც ამ რეგიონისთვის უდიდესი საფრთხეა. ნამახვანში გოდოლაძის მთავარი პრობლემა ისევ დასკვნის გაყალბება იყო. ეს ეხებოდა სეისმურ პარამეტრებს. გოდოლაძე მაშინ აცხადებდა, რომ ის სეისმური პარამეტრები, რაც პროექტს ახლდა, იყო რეალობისგან შორს და მსგავსი მშენებლობა ვერაფრით გაძლებდა სეისმურად აქტიურ ზონაში, რაც საბოლოოდ უდიდეს ტრაგედიას გამოიწვევდა. იხსენებს დავით მირცხულავასთან შეხვედრას, სადაც ყოფილმა ენერგეტიკის მინისტრმა უთხრა, რომ არ იყო საჭირო ყვირილი შექმნილი სიტუაციის გახმაურება. მოლაპარაკებები წყნარადაც შეიძლებოდა.
სეისმურ პარამეტრებზე იყო საუბარი, როდესაც ღიად განაცხადე და მიწერე ყველა დონეზე, როგორც საქართველოს მთავრობას, ისევე საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ საქმე ჰქონდა გაყალბება მონაცემების, რათა შემცირებული იყო ხარჯები, სამშენებლო ხარჯები, ხო? იმიტომ რომ და ეს შესაბამისად უკვე დიდი საფრთხის მატარებელი იქნებოდა ქართული სახელმწიფოსთვის. აი, აქ იყო ცხადი შეტევა. დაახლოებით იანვრის თვე იყო თებერვლის და ჩვენთან ასე თქვა კომუნიკაციაში შემოვიდა ბატონი დავით მერცხულავა და მან თქვა რომ აი შენ რომ ამბობ რომ სეისმური პარამეტრები მშენებლობისას დათვლილი არ არის და არასწორად მიდის კვლევები, წინასწარი კვლევები და არ შეიძლება თქვა მსგავსი კაშხლების ასეთ სეისმურად აქტიურ რეგიონში მშენებლობა ასეთი სეისმური პარამეტრებით და გეოლოგიური კვლევებით. აი შენ რომ ამბობ, შენ რომ მე მითხარი სწორად რა არისო და მე გავაკონტროლებო. მე თქვა რას გავაკონტროლებთ, კაცო? ეს როგორ შეიძლება ამის კონტროლი? თქვენ არც ის გესმით, არც არასერიოზული მსჯელობა იყო. მირცხულავას შემდეგ გოდოლაძეს უკვე თავად ენკას დირექტორი ბარან ოსგანი ურეკავს და შეხვედრას თხოვს. ოსგანი გაჩუმების სანაცვლოდ გოდოლაძეს რამდენიმე $1000 თავაზობს. შემდეგ დირექტორი დამიკავშირდა ენკასი თვითონ სამშენებლო კომპანიის, შემოთავაზა პირდაპირ მშენებლობით ქრთამი, ეს ქრთამი გამოიხატებოდა იმაში, რომ გადმომიგზავნეს კონტრაქტი, სადაც ჩემი სიჩუმის ფასად და არანაირი ფული არ ღირს ჩემი ქვეყნის ინტერესების გაყიდვა. არაფერად არ მიიღეს. მქონდა შეხვედრა ამასთან დაკავშირებით, ამ კომპანიასთან და მე ვთხოვი, რომ მე არ ვიყიდები ახლა ესეთ. უთანხმოება ქართულ ოცნებასთან გოდოლაძეს ჯერ კიდევ წლების წინ დაეწყო, როცა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ 2008 წლის ომზე პროცესი დაიწყო. მაშინ ქართულმა მხარემ დოკუმენტებს სეისმური ცენტრის მონაცემები დაურთო, სადაც ასახული იყო არა მარტო აგვისტოს, არამედ მთლიანად ივნისი-ივლისის ჩანაწერები, მძიმე ტექნიკის წვრთნები, აფეთქების წერტილები და უფრო მეტიც დეტალურად რა ტიპის ჭურვების აფეთქება ხდებოდა წვრთნებისას. იქ იყო კასეტური ბომბების აფეთქება გორში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ესე რომ ასეთ თემებში აქტიურად ვიყავით, ყოველთვის ჩართული, მეც ჩართული ვიყავი, რა თქმა უნდა, ანალიზ ამონაცემებსაც ვაკეთებდით. სეისმური ცენტრი მთელი ზაფხულის მანძილზე ასახავდა მძიმე ბიძგებს. ეს ყველაფერი იყო სამეცნიერო ჩანაწერები იმ დიდი აგრესიის, რომელსაც რუსეთი ამზადებდა საქართველოს წინააღმდეგ. მყარი არგუმენტებით გაჯერებული, საათებითა და წუთების სიზუსტით დადასტურებული დოკუმენტაცია. ჩვენი მასალებია წარდგენილი ჰააგის სასამართლოში რუსეთის ომთან დაკავშირებით. ბევრის ინტერესს შევეხეთ, ხომ? ის რომ საქართველოს ომი არ დაუწყია 2008-ში და სამხედრო დანაშაული იყო საქართველოს წინაშე ჩადენილი, ხო? დასტურდება ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტი, ზუსტად სეისმური ჩანაწერებია, რომელიც წამების სიზუსტით განსაზღვრავს ომის დაწყების, ანუ სამხედრო ინტერვენციის დაწყების დროს. როგორ ანიცით, რომ როგორც მიწისძვრას განსაზღვრავ ეპიცენტრს, ისე განსაზღვრავ წყაროს ნებისმიერი შეშფოთებისას. თუ ის შეშფოთება აღემატება გარკვეულ დონეს, ხო? აი მაგალითად რომ ავიღოთ, თქვათ იგივე, როდესაც მსოფლიომ აღმოაჩინა, რომ ჩრდილოეთ კორეა აფეთქებდა ბირთვულ აფეთქებებს, ხო? ამისი მონიტორინგი და დამადასტურებელი არის ზუსტად სეისმური მონიტორინგი. ცივი ომის პირობებშიც ასე იყო, ხო? ასე რომ ეს არის ჩვეულებრივი რამ ჩვენ სპეციალობაში, აქ განსაკუთრებული არაფერია, ამიტომ ჩვენ ძალიან ამაყები ვიყავით, ამბობს გოდოლაძე 2008 წელზე, რომ საქართველოს მთავრობას მაშინ ზუსტად შეატყობინა, რომ აფეთქებები, რომელსაც რუსეთი მაშინ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ანხორციელებდა, არ იყო წვრთნებისთვის დასაშვები ამპლიტუდის შკალაზე. ისცილდებოდა წვრთნების მასშტაბს და აშკარა იყო, რომ რუსები წვრთნებისას კასეტურ ბომბებს იყენებდნენ. მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა ამერიკელების მიერ დაყენებული მონიტორინგის სისტემა და სეისმური პროცესების აღრიცხვა სატელიტით ხორციელდებოდა. ომის დაწყებამდე 3 საათით ადრე მოსკოვიდან დედამიწის შემსწავლელი მეცნიერების ინსტიტუტში ზარია. რუსებმა უთხრეს, რომ კეხვის სეისმურ სადგურს თიშავდნენ. დაგვირეკეს, რომ იცაო, უნდა გამოგირთოთო 9 საათზე. ხო იცოდით რაც ხდებოდა ხო ძალიან ცუდად გვეჩვენა. ზუსტად 12-20 წუთი დაიწყეს დაბომბვა. გაითიშა კეხვის სადგური. ზუსტად. დანარჩენი სადგურებიც შემდეგ უკვე გადმოსცემდნენ დაბომბვის მასალას.
ჩაწერილია დანარჩენ სადგურებზე გორის დაბომბვა. ყველა კასეტური აი ბომბების აფეთქება. ყველაფერი ის არის აღრიცხული და ეს გადაეცა დაახლოებით 2015-16 წლებში თუ ზუსტად არ მახსოვს შეგვიძლია ამორჩიოთ ეს მასალა, უკვე გადაეცა ააგის სასამართლოს. ეს არის პირდაპირ მტკიცებულება. არაფერი ომი საქართველოს არ დაუწყია, მიმდინარეობდა საქართველოს დაბომბვა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ. და ვერავის ვერ ვცემ პატივს და არასოდეს არ ვცემ პატივს იმ ხალხს, ვინც ამ ქვეყანას ომის დაწყებაში ადანაშაულებს. დოკუმენტირებული მაგი და რომელსაც ყველას დავადებ თავს. უკრაინაში ომის დაწყებიდან ზუსტად 1 წელიწადში უკრაინელები სეისმური ცენტრის გამართვას უკვე საკუთარ ქვეყანაში ფიქრობენ და დააკონტროლონ მათ ქვეყანაში მიმდინარე ომის ტრაექტორია, ფაზები და რა სიმძლავრის აფეთქებებსა და გადაადგილებებს ახდენდნენ რუსები უკრაინაში. გოდოლაძე მათ ტრენინგს ამერიკელებთან ერთად იწყებს. უკრაინელების ვიზიტის პარალელურად ტელეფონზე ზარია, რა დროსაც ეუბნებიან, რომ მასზე სიცხლის სამართლის საქმეა აღზრული. ამერიკელებთან ერთად მასპინძლობდი უკრაინელებს. ტრენინგი გქონდა. ეს არის 2023 წლის 5 ივლისი. მიირეკამენ, რომ ბრალი უნდა წარგიდგინოთ. და მე მყავს მთელი დელეგაცია ამერიკის, უკრაინის და მასწავლით უკრაინელებს როგორ უნდა განავითარონ სეისმური მონიტორინგის სისტემები. იმიტომ რომ მსგავსი პროექტი დაიწყეს ამერიკელებმა უკრაინაში. აი ამ დღეს მენეკავენ და მეუბნები რომ ბრალი უნდა წარგიდგინოთ. ნუ ეხლა მე ლოგიკური ეჭვი ხო გაგიჩნდება რა. ჩემს საქმიანობასთან მიმართებაში. ასევე ხა სხვადასხვა წყაროებიდან მეუბნებიან რომ ამ აბამაკას რა ეგონა, ძალოვანი სტრუქტურებიდან. ზუსტად ერთ თვეში შოვის ტრაგედია ხდება, რა დროსაც გოდოლაძე უპირისპირდება მთავრობას და მათ მონიტორინგის სისტემების ფულის შეჭმაში ადანაშაულებს. ის ამბობს, რომ მონიტორინგის სისტემების დროული დამონტაჟებით ეს ტრაგედია არ და ვერ მოხდებოდა. სისტემა მინიმუმ რამდენიმე წუთით ადრე მოგცემდა სიგნალს მოახლოებულ ტრაგედიაზე. ხმამაღლა დავიწყეთ საუბარი იმის შესახებ, თუ სად მიდიოდა საერთაშორისო დონორების მიერ გადმოცემული თანხები, რომლებიც უნდა მოხმარებოდა მონიტორინგის სისტემების განვითარებას. აქ ფაქტობრივად რეალობაში ჩავერთეთ სახელმწიფოსთან, იმიტომ რომ სახელმწიფო ამბობდა, რომ მოვლენების პროგნოზირება არ შეიძლება და წინასწარი მონიტორინგის სისტემები არ მუშაობს, რაც ახლა უტოპია, ხა თუ ინგლისური იცის ან Google Translate-ის მოხმარება ძალიან მარტივად შეუძლია ის სტატიების ნახვა, სადაც წარმატებულად მიმდინარეობს მსგავსი პრობლემების მონიტორინგი მსოფლიოში. ღია კონფრონტაციაში ხელისუფლებასთან პირველად საჯაროდ ჯერ კიდევ 2015 წელს შევიდა, როცა თბილისში ვერეს ხეობაში მომხდარ წყალდიდობას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 200-მდე ოჯახი კი დაზარალდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც იყო, რაზეც გავამახვილეთ ყურადღება, თბილისის 2015 წლის ტრაგედიის შემდეგ ვითომ დამონტაჟებული მონიტორინგის სისტემა საერთოდ არ მუშაობდა. შლაგბაუმი არ მუშაობდა და ასე შემდეგ. ძალიან კარგად გახსოვთ, ახლა ლაშაყვის ილაძესთან ერთად გავაკეთეთ ეს გადაცემა, ფაქტობრივი მასალა დავდეთ იმისა, თუ აი ის მილიონები რაც ამ სისტემაში აწყობაში დაიხარჯა, ფაქტობრივად ქარმა წაიღო. პარალელურად გოდოლაძე უპირისპირდება რიკოდზე, ჩინელების მშენებლობას. ის აქტიურად ეწინააღმდეგება მთების დაცემენტებას და ამბობს, რომ აქ სეისმურად აქტიურ ზონაში ასეთი აფეთქებები დაუშვებელია. ჩინური კომპანია მაშინ პასუხობს, რომ ქალს გვირაბში ვერ შეუშვებენ შესამოწმებლად. გოდოლაძე წინააღმდეგია რიონში ხიდების აშენების და ამბობს, რომ ხიდის აშენება აქ არ შეიძლება, რადგან გაზაფხულზე რიონი გზას აუცილებლად წაიღებს და შეიძლება მსხვერპლიც მოხდეს. შემდგომში მართლაც ასე ხდება. მსხვერპლისგან გადავრჩით. მშენებარე ხიდის მერვე ბურჯი დაზიანდა, რომელმაც გამოიწვია ამ ბურჯზე დაკნობილი 2 მალის ნაშენიც ჩაწოლა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა, რაც ყველაზე მთავარია. შენ ხომ თქვი რომ ეს ესე მოხდება, ეხა რაღაცა სასწაულს კი არ ვიგონებ, კაც. ეს 100-ია. უხარიცხოს რომ გააკეთებდა არასწორად ინგრევა ის და ხა ბუნებას წინ ვერ აღუდგები. ამიტომ მანგაგი არა ვარ, მე უბრალოდ
ამ საქმის სპეციალისტი ვარ. გავეშებული რიონი გაზაფხულზე რომ წაგილეკავსა კიდე კაი არავინ გარდაიცვალა რა ახლა მაშინ მე გენიოსი კი არა ვარ ამას რომ ამბობ ადგილობრივმა მოსახლეობაც ისეს რომ ჭალაშიც არ უნდა გააკეთო უამრავი ასეთი რამ არის მე ძალიან მადარდებს რიკოთის თემა იმიტომ რომ არ მინდა ამას ვინმე შეეწეროს ინტელექტი და ეს არ არის საჭირო რომ ვერ მიხსენ რომ ყველა მაგისტრალურ პროექტზე რომელიც ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ჩინური კომპანია. ჩვენ პირდაპირ ვამბობდით ახლა დასამალიც არ არის. ეს არის ეკონომიკური ექსპანსია, რომელიც ბმაშია რუსულ პოლიტიკასთან ამ რეგიონში. და ახლა ამერიკელებიც სულელები არ არიან კაცო. სულელი აქ არავინ არ არის. მარტივია მე უნდა მოხდარიყო ჩემი განაიტრალება. ეს იყო და ეს განაიტრალება დაიწყო პირადი საკითხებით. ეს უკვე წარსულია, ახლა თulis რომ ბოლო წერტილია, აქ დარჩენა მის ფიზიკურ განადგურებას ნიშნავს. დარწმუნებულია რომ მასაც აუცილებლად მიადგებიან და შერყეული ჯანმრთელობით ციხეში მისი ყოფნა შეიძლება ფატალურად დასრულდეს. ამ გადასახედიდან რაც ახლა ხდება უფრო ნათელი გახდა სურათი რაც ხდებოდა მანამდე. ჩემი აქტივობებიდან გამომდინარე, იმ პროექტებისგან გამომდინარე, რასაც ვახორციელებდი ქვეყანაში, ბევრი პრობლემა შევქმნი. ბევრისთვის შევქმნი პრობლემა, ხა მე ეს რაღაცა სხვა წასვლა, მე არ ვიცი როდის ჩამოვა. ჯობია რომ წავიდ. ფიზიკური გადარჩენისთვისაც. მიდის მიჩიგანში, ამერიკულ უნივერსიტეტში სამუშაოდ. იქამდე სანამ ქვეყანა ისევ თავისუფალი არ გახდება. ბევრი პროექტი გქონდა, რომელიც ელემენტარულად ჩააგდეს. ამერიკელ ბიზნესმენებთან ერთად შემოვდიოდით გეოთერმული ენერგიების წარმოებაზე საქართველოში. ბრუტალურად ჩააგდეს პროექტი. აუცილებლად დავბრუნდები და აუცილებლად ბევრ ძალიან მაგარ პროექტს გავაკეთებ და აუცილებლად მონაწილეობას მიღებ ამ ქვეყნის აღმშენებლობაში.